გამარჯობათ და გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მეგობარი მეორე დავალება რიგით მეოთხე და პრინციპში ეს არის ყველაზე რთული რაც კი გაგვიკეთებია უნდა გამოვიყენოთ ყველა ის ტექნიკა რასაც ვსწავლობდით აქ არის მომრგვალებულ surface-ზე hard surface-ი გვაქვს წრე ასევე ხო გვაქვს ისეთი შეღუნული ფორმა ქვემოთ ხო რომელიც იმეორებს ამ მომრგვალებას და მოდი ვნახოთ როგორ შეიძლება ამის გაკეთება მიყევით ტუტორს და ყველაფერი კარგად იქნებათ. მაგალითად, პირველი რაც უნდა დავიწყოთ და გავითვალისწინოთ, ის არის თუ რითი დავიწყოთ მოდელინგი, ხო? ანუ აქ გვაქვს რამოდენიმე სამი ფორმა მოკლედ, გვაქვს ესეთი ცილინდრი, გვაქვს ესეთი ბოქსი და ზემოდან გვაქვს ესეთი წრე, რომელიც დაექსტრუდებულია ზემოთ, ხო? რაც უნდა გავითვალისწინოთ, აქ არის ის, რომ როგორც გითხარით, არ უნდა დავიწყოთ ძალიან დაბალი პოლიგონებით მოდელირება. უნდა ვეცადოთ რომ ცოტა მაღალი რეზოლუცია გავაკეთოთ. ნუ ეხლა ეს არ არის თლად მაღალი რეზოლუცია, მაგრამ მე გეტყვით თუ როგორ შეგიძლიათ თქვათ დავიწყოთ მაღალი რეზოლუციით, მაგრამ მოდი თავიდან რომ ავიცილოთ დიდი პრობლემები თუ ვისწავლით დაბალ რეზოლუციაზე მუშაობას, მაღალ რეზოლუციაზე უფრო გაგვიმარტივდება ეს ყველაფერი, ხო? ნუ შეიძლება ოდნავ მეტი სამუშაო იყოს. აი, დავიწყოთ რითი? დავიწყოთ იმით, რომ გვჭირდება ცილინდრი, რომელიდანაც გავაკეთებთ აი ესეთ ფორმას, ხო? ახლა როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ? დავიწყოთ რითი? ავიღოთ ცილინდრი. ჩვეულებრივი ცილინდრი, რაღაცა ფორმა მივცეთ, არა აქვს მნიშვნელობა, ამოვატრიალოთ ის 90 გრადუსით, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ისე, რომ გადავიდეთ ატრიბუტ ედიტორში, სულ პირველ ნოდში, აი აქ P cylinder 3 და აი აქ მივთითოთ კოორდინატი, ხო, ეხლა როგორც ხედავთ, ეს არის x ღერძზე, ანუ x ღერძზე თუ ჩავწეროთ 90 გრადუსს, სამოტრიალდება, ხო? ეს ან შეგიძლიათ ამით ამოატრიალოთ rotate-ით ჩვეულებრივად აი ამ თულით და პრინციპში დაგეხმარებათ ერთი ღილაკი, თქვათ დავაბრუნოთ ეს უკან, თუ არის ეს ჰორიზონტალურად და კიდე თუ ვერტიკალურად დააყენოთ ეს, ზუსტად ოღონდ არა ესე, ხო? არის ესეთი ღილაკი J ღილაკს თუ დავაჭერ, აი მიჭირავს J ღილაკზე და დავატრიალებ, ნახავთ რომ რაღაცა სტეპებით გადადის ეს რაღაცა ბიჯებით და უფრო გაგიმარტივდებათ რომ დააყენოთ ზუსტად 90 გრადუსზე, ხო? ანუ უფრო ზუსტად რო გითხრათ, თუ სწორედ მომთოს 15 გრადუსით იცვლება ყოველი დატრიალებისას. აი, მოკლედ დავაყენეთ ეს ცილინდრი, დავარეგულიროთ scale-ი, თუნდაც სანამ scale-ს დავარეგულირებთ, მიაქციეთ ყურადღება tool setting-ში. როდესაც მაქვს scale-ი ან rotate-ი ან რაღაცა, აუცილებლად scale-ის დროს გქონდეთ object mode-ი, არ გქონდეთ world-ი ან რამე სხვა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე როდესაც დავიწყებთ აქ სეგმენტების დამატებას, აი ამ poly cylinder 3-ით, ხო? აი ამ subdivision-ების დამატებას. მოხდება აი ეს არემ გაჩვენებთ არ მეზარება, აი დავასკეილებ თქვა და დავიწყეთ დამატება. ოუ, რა ხდება, ხო? ასე რომ არავითარ შემთხვევაში ყოველ და ყოველ ობიექტით უნდა დავასკეილოთ იმ ზომაზე, რა ზომაც გჭირდება ეხა, ну თქვა სადღაც ესე. და მე შეგვიძლია უკვე თავად დავამატოთ აქ subdivision-ები. ეხლა რა მჭირდება? თავიდან არის 20-ზე დაყენებული, ხო? აქსისიდან გამომდინარე division-ები. რეალურად რაც მე მჭირდება აქ არის ის, რომ რადგან აქ მე მჭირდება წრე, მე აქ ორი face-ი არ გამომადგება, იმიტომ რომ რეალურად უფრო დიდ პრობლემას შემექმნის ეს. ზუსტად ნათლად რო დავინახოთ რაზე ალაპარაკი, მოდი მოვამზადოთ აი ეს პროფაილი, ბარემ, აი ეს დეტალი და იმის მიხედვით მივხვდები თუ აქ რა დაგჭირდება, ხო? ავიღოთ კიდე ერთი ცილინდრი, გავაკეთოთ ესეთი ცილინდრი, ნუ ჯერ ზომას თავი დავანებოთ, დავაყენოთ აქ 8, ხო? ანუ poly cylinder 4-ში დავაყენოთ 8, ისევ გეუბნებით input-ი, poly cylinder, ყოველ ლექციაზე ვამბობ ამას მაინც. და 8 რატო 8? იმიტომ რომ 8 ვიცით რომ არის ამ შემთხვევაში იდეალური 8 კუთხედი, რა შემთხვევაშიც რო დავსმთავ მივიღებთ წრეს, ხო? აი, ანუ რა ხდება? მე მინდა გავაკეთო ესეთი რამე, რომ ეს ობიექტი მივაერთო მე ამ ობიექტზე. და რატო ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ მე შემიძლია კი აქედან ამოვაექსტრუდო ეს ბოქსი, მე აქედან დავაექსტრუდო და scale-ებით და სხვადასხვა რაღაცეებით ესეთი ფორმამდე მივიყვანო, ხო? მაგრამ რა არის ისიც ეს ტექნიკა რო ეს scale-ებით მივიყვანოთ ზუსტად დავსვათ თვალებით რაღაც ვარიანტში წინა ლექციებზე უკვე გავლილი გვაქვს ამ კოუზებით და
რაღაცებს რო აკეთებდით დანებს და ნაჯახებს, ასე რომ ეხლა მინდა გამოვიყენოთ ყველა ის ტექნიკა, რაც ვისწავლეთ, თითქმის ყველა. ამიტომ ცოტას ვირთულებ საქმეს, მაგრამ რეალურად ნახავთ, რომ საკმაოდ მარტივი და კარგი გზაა, რომ ზუსტი მოდელი მივიღოთ და წუთში დავიწყოთ. მოკლედ, რაზე მაქვს ლაპარაკი აქ? მე მინდა, რომ ეს ტიპი მივაერთო ამ ტიპთან, ხო? ანუ როგორც წინა ლექციაში ვნახეთ, რა გვჭირდება აქ, რომ ეს ავიღო ეს ფეისები, დავაექსტრუდებ ამას, ხო, წინ, გადავთავ ბოლზე, გავწევ ამას ესე წინ, გავასწორებ აუცილებლად. როგორც ხედავთ, ბაზისი აქ რა. 4 ფეისი, 1 2 3 4, ანუ უნდა მივაერთო აქედან დაექსტრუდებულ 4 ფეისი. რეალურად ეხლა მე თუ აქ აი ამებს დავასკილებ, ხო, დავაექსტრუდებ, გავმივა აქ 2 ფეისი, ხო, ანუ აქედან რა მოვა, აქ დარჩება 1 2, ნუ რომელიც ნუ აქ ვერაფერს ვერ მოვახერხებ. ამიტომ მე მჭირდება რომ აქედან დავაექსტრუდო 4 ფეისი. 4 ფეისი რო დავაექსტრუდო, ანუ მჭირდება რომ ზუსტად ამ ნაწილში მე დამიჯდეს 4 ფეისი. აქედან გამომდინარე, თუ ეხლა subdivision-ები მაქვს 20-ზე, subdivision axis-ი მაქვს 20-ზე, მე თუ ამას დავაყენებ 40-ზე, ანუ ორჯერ გავსდი, ორჯერ გაიზრდება ასევე აი აქ ფეისების რაოდენობა. აი 40-ის შემთხვევაში ხედავთ, რომ უკვე შემიძლია 1 2 3 4 ფეისი დავაექსტრუდო ზემოთ და მივიდებ უკვე ადგილს, სადაც შევძლებ ამის დამერჯვას, ხო? კარგი. ამის შემდეგ, როგორც ხედავთ, აქ ესეთი სისქე, ანუ ეს შეიძლება გავაკეთოთ ძალიან მარტივად, თუ გადავალ ფეისებზე, მოვნიშნავ ამ ფეისებს, წავშლი, უკვე მივიღებ ამ წრეს, ხო? გადასარევი. აი, ეხლა რას ვაკეთებ? რეალურად გვჭირდება სისქე რო გავაკეთო, მე შემიძლია ის დაექსტრუდება. ამ შემთხვევაში, რადგან მინდა მთელი ობიექტის დაექსტრუდება, მე არ მჭირდება მაინც და მაინც რომ მოვნიშნო რაღაც ფეისები, ხო? რომ მივიღო ეს სისქე. უბრალოდ ობიექტს მოვნიშნავ და დავაჭერ ექსტრუდს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ვინც მიეჩვიეთ უკვე shift-ს აჭერდა მარჯვენა ღილაკს, აქ ექსტრუდი არსად არ დახდებათ, ხო? იმიტომ რომ როდესაც ობიექტი გვაქვს მონიშნული, ის ექსტრუდს არ აკეთებს ამ მენიუში. ასე რომ მოვდივართ, ვაჭერთ ექსტრუდს და thickness-ით გავაკეთეთ, ხო? რატო? იმიტომ რომ რაღაც სისქე მივცეთ ამას. შეგვიძლია ნორმალიც მიხედით ამ შემთხვევაში, მაგრამ ნუ thickness-ი ამ შემთხვევაში რომ ჯობია ხო? ხო, ნუ შეგვიძლია ხელით ჩავწეროთ პარამეტრი, რადგან ექსტრუდს ვაკეთებთ ატრიბუტ ედიტორში ავტომატურად გამოჩნდა ექსტრუდის სეტინგები და ეგ thickness-ი ხედავთ, შეგვიძლია დავწეროთ პარამეტრი მთელი 2. გადასარევია. კაი, ეხლა რა გავაკეთოთ? პირველ რიგში დავაექსტრუდოთ აქედან, ხო? ფეისები მოვნიშნოთ ეს ფეისები და ვაექსტრუდებ ამას, ხო? shift-ი, მარჯვენა ღილაკი, ჩვენი ექსტრუდი. შემიძლია ვთქვათ ესე ავწიო, ან thickness-ითაც ავწიო, ხო? ანუ რაღაც ვარიანტში მირჩევნია ხოლმე რომ thickness-ით ვიმუშაო, ხო? ნუ აი აქაც იგივე ვარიანტია thickness-ით ვხაწევ. კაი, არ აწიოთ ეს ძალიან, აი ეს, ხო, იმიტომ რომ ძალიან კონტრასტში მოვალთ ამასთან და ამასთან, ასევე ეს ფეისებიც მაშინ უნდა დავასკეილოთ ისე რომ მიუსადაგოთ ხო ამ ზომას. ან შეგიძლიათ მაშინ აქ სეგმენტები ჩაამატოთ და სუზემოთ. ნუ მაშინ სხვა ფორმა გამოგვივა, უბრალოდ ეხლა სხვა ფორმაზე ვმუშაობთ. ისე რომ ნუ სადღაც ეს ალბათ საკმარისია. კაი, დავამწიოთ თქვა ნოთელ 3 5 სადღაც ეს აი იყო 3 არ გინდა ესე ძალიან პედანტობები და კაი, ანუ გვაქვს რაღაცა ბაზისი. ეხლა 300-ს რო ვაჭერ, ხედავ რომ ყველაფერი ტიპილია. რეალურად ეხლა რაც გვჭირდება აქ არის ის რომ ჩავსვა ეჯები, რომ შევაკავოს ეჯები დამგვალებისგან. ეხლა რატო ვაკეთებ ეხლა ამას და არა მერე, როდესაც მივუერთებ. იმიტომ რომ წინა ლექციაზე ვნახეთ ჩვენ რომ რეალურად რაც ხდება, აი მოდი ამის მაგალითზე ვნახოთ. რეალურად აქ რაც ხდება, ხო? მე მჭირდება მე რომ ეს edge loop-ი, რომელსაც მე ჩავსვავ აი ამ დეტალის შესაკავებლად, ხო? ებმებოდეს აი ამის edge loop-ს აქ, ხო? და თქვენ გახსოვთ რომ როდესაც insert edge loop-ს ვსვავთ აი აქ, ხო, ის გვიკეთებს აი ესეთ ხაზს, რომელსაც მე პრინციპში ვერაფერს ვერ უგვარებთ ისეთ კარგს, ხო? ვიცით რომ შეგვიძლია ეჯი გადავაერთოთ აქ, მაგრამ ნუ თქვათ, კაი გამოსავალი არ არის. შეგიძლიათ ეგრეც გააკეთოთ პრინციპში, მაგრამ გავაკეთოთ ისე ნორმალურად, კლასიკურად, სუფთად, ხო? ასე რომ თავიდანვე დავსვავ ამ ეჯებს აქაც და მერე მივაერთებ ამას. ანუ hard edge-ებს გავაკეთებ თავიდანვე ამაზეც და მერე დავაკონექტებ ამას ერთმანეთთან, ხო? კაი. დავიწყოთ ამითი. insert edge-ს ავიღებ და დავიწყებ თქვა დავსვავ ერთს. აქ ეს დავსვავ თქვა აქ, ხო?
ისე. ჯერ არ ვსვავ აი ამით მიაქციეთ ყურადღება. დავსვათ, რა გვჭირდება ერთი, რა გვჭირდება. ხო? ну ჯერ არ დასვათ აქ. ერთი ვთქვათ აქ. მოდი აქაც დავსვათ, რა დაშავა ამანაც. რა თქმა უნდა, აქაც გვინდა იგივე. აქაც გვინდა იგივე. კაი, ხა რატო არ დავსვი აქ? მე მინდა რომ რეალურად ეს ლუპი იყოს გაგრძელება აი ამ ლუპის, ხო? აი აქ. ისე რომ ეხლა რაღაც დონეზე მინდა რომ მივასადაგო აი ეს ლუპი, აი ამ ლუპს. როგორ გავაკეთოთ? სად დავსვა? ამაზე დავსვა ლუპი და მე ამის მიხედვით გავასწორო აქ თუ ნუ პირიქით გავაკეთო, ხო? რომელი გავაკეთო? პრინციპში რადგან აქ ცოტა სხვანაირად ვაკეთებთ, თუ გახსოვთ ფეისები უნდა მოვნიშნოთ, კარგი შემთხვევაში გულისხმობ, ხო? ანუ როდესაც ინსერტ ლუპს ავხმარებ და ესე არ ვსვამ ამას აქ. და გავაკეთოთ ექსტრუდი და გავაკეთოთ ოდნავ თიქნესით გავწიოთ ეს, ხო? კარგი. ეხლა უკვე მოდი ავიღებ და აი ამ დეტალს მივსადაგებ ამას, ანუ სკეილებით და სხვადასხვა თულებით, თქვათ, წავიღებ ამას აქ. დავსვავ სადღაც ესე. მოდი გავაკეთოთ კიდე ერთი თული ვისწავლოთ, თუმცა რომ ზუსტად ეს ტიპი დავსვა ამაზე. გვაქვს ესეთი modify-ში ცხოვრობს ესეთი ტიპი ქვია snap together tool. თუ ავიღებ ამ snap together tools, აი აქ face-ებზე, ნებისმიერ face-ზე, ნუ თუ პროცენტს მოვატყობთ კარგია, ერთი კლიკი და ჯდება ესეთი, აი მიჭირავს ახლა მაუსზე როგორც ხედავთ და ჯდება ესეთი ის არის, ანუ ეს face-ი, რომელ face გინდა მიადო, ესე მეუბნება. მე მინდა რომ ეს face-ი მივადო აი ამ face. და ხედავთ მეორე ის არის ჯდება და რაღაცა connection-ია მათ შორის, ხო? და იმის შემდეგ რაც გავასწორებ ამას, ვთქვათ, სადღაც ესე, დავაჭერ enter-ს. და ის ავტომატურად მიედება ამას, ხო? ერთადერთი რაც დამჭა ეხლა აქ არის ის, რომ უნდა გავასწორო ზომაში ეს, ხო? ანუ ზომაში რომ ემთხვეოდეს. არავითარ შემთხვევაში ზომის გასწორების დროს, ნუ სიმაღლეზე არ მაქვს ლაპარაკი, მოდი ჯერ სიმაღლე გავასწოროთ. გადავალ ფრონტზე. ხო? ანუ გადავდივარ, მოდი ესე გავაკეთოთ, რომ არ დაიბნოთ. space. აი აქ არის ჩემი ფრონტი. და სადღაც მიახლოებით, ვთქვათ, დავსვათ. აი როგორც ხედავთ, აი ეს მოდის ესე აქ. რომ ავიღებ scales, ოდნავ დავასკილებ, მიახლოებით ლაპარაკი, ესე. კარგი, ახლა გადავალ top-ზე, აი აქ. გადავალ shaded mode-ზე, ანუ 4-იანზე ცოტა ვერ ხვდები აქ სად რა ხდება, ასე რომ დავაჭიროთ აი აქ shaded modes, ხო? და დავაჭიროთ wireframe on shaded. აი ეს ტიპი ხო, ანუ რომ გვაჩვენოს ეს ხაზები ასევე. ანუ 1 2 3 4 აი ეს face-ები არის, ანუ ნახოთ, ხო? ეს face-ები არის, ის face-ები, რომელთანაც მინდა რომ ეს დავსვა. როგორ უნდა დავსვა? არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავსვა ესე, ხო? ვიცით. იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში რა ხდება? წრე დაგვერგვევა. თუ გავაკეთებ ცენტრიდან, აი ესე ცენტრიდან, მაშინ ნახავთ რომ რეალურად ამისი სიმაღლეც დაპატარავდება, აი ხედავთ. ეგრე სიმაღლის დაპატარავება არ მინდა. ამიტომ რაც გავიარეთ ლექციაზე, უნდა გავაკეთოთ blocking-ი, ანუ ვაჭერ controls, მიჭირავს control-ზე, კიდევ იმ axis რომელზეც არ მინდა რომ დასკილდეს, ეს ამ შემთხვევაში არის რა y-ი, ხო? სიმაღლეში, ანუ სისქეში არ მინდა, მხოლოდ მინდა ვცვალო z-ი და x-ი პროპორციაში, ხო? რომ ეს წრე არ დამევლოს. და აი ესე დავარეგულირებ სადღაც. მაუსის ზემოთ, ქვემოთ აწევით თან control-ზე გვეჭიროს, ხო? კარგი, ავიღოთ მოვთული და მივადგათ ეს. მიახლოებით ესე ვჭერჭირებთ ლაპარაკი, ხო? რაღაც ესე. კაი, ანუ ეს როგორც ვთქვით, მიახლოებით გავასწორეთ, სიმაღლეშიც ისევ ჩავიწიოთ, ვთქვათ ეს. აი ეს. კაი. ანუ რადგან ამას აქვს ესეთი მომრგვალებული ფორმა, როგორც ხედავთ, ჩვენ აქაც რაღაც ესეთი მომრგვალებული ფორმა უნდა გვქონდეს, მაგრამ თუ დავაკვირდებით იმ დეტალს, რაც გვაქვს, აი აქ. ხო? ხედავთ, რომ რეალურად აქ ზემოთ მხარე არის ბრტყელი, ქვემოთ არის ესეთი ჩამრგვალება, ხო? როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?
რომ გავიმარტივოთ ცოტა საქმე, ხო? უნდა ავიღოთ აუცილებლად და დავამატოთ ამ ფორმას კიდევ ერთი ექსტრუდი წინ. ანუ ერთი სექცია, ხო? რატო? იმიტომ რომ რეალურად აქ აი ეს ფეისები პირდაპირ ემევა წრეს და აქ თუ რამე შევღუნავ ან გადავღუნავ, ხო? ანუ აი ამ შეღრმავებას რო გავაკეთებ, პრობლემა მექნება აქედან გამომდინარე, მოვნიშნოთ ეს ფეისები. და კიდევ ერთი ექსტრუდი გავუკეთოთ ამას world-ის მიხედვით. სადაც არის, ხო? ანუ მიახლოებით თითქმის იგივე ზომის, რაც არის ეს ტიპია, ხო? კაი, ნახოთ ყველაფერი თურიზია, პრინციპში ამ შემთხვევაში ყველაფერი ის. ერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ ასევე რომ ეს ფეისები რომელიც არის ზემოთ ხო არის ესეთი მოღუნული ჩვენი surface კიდე არის სწორი როგორც აი აქ ხედავთ ხო ანუ ეს არის ესეთი სწორი პრინციპში ეს შეგვიძლია ექსტრუდის დროს გაგვეკეთებინა რა დავაექსტრუდით გაგვესწორებინა მაგრამ ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ ფეისებზე მოვნიშნოთ ეს ფეისები და შეგვიძლიათ ესე მოვნიშნოთ ან როდესაც ამ ფეისებს მოვნიშნავ პრინციპში აი ეს ორი შუა უნდა მოვნიშნო, შემიძლია დავაჭირო shift და მეტობის relax, რომ გავზარდო ან შევამცირო ნაკლებობას, რომ გავზარდო ან შევამცირო ეს მონიშნა, ხო? რატომ მოვნიშნე ეს ორი ცალი? იმიტომ რომ რეალურად ესე რომ მომენიშნა და დავაჭერდი ამას, აი აქ ქვემოთ ეს ფეისებიც მოინიშნებოდა, რადგან ის იზრდება მონიშნა როგორც ჰორიზონტალურად, ასე ვერტიკალურად, ხო და ასევე ანუ ყველა მხარეს იზრდება ეს მონიშნა, ასე რომ შუას თუ მოვნიშნავ, ეს ესე ამსტრუდება. ავიღებ scales და scale-ის z-ით, ხო, რატო? იმიტომ რომ ესენი სხვადასხვა სიბრტყეში არიან z-ით, მე ვაიძულებ მათ, რომ ესე იმეგობრონ ერთ სიბრტყეში ყველა, ხო? აი ეს. აი, ეხლა კიდევ ერთხელ შევამოწმოთ და დავსვათ ეს სიბრტყეები ერთმანეთზე. აი, ეს ჩამოვწვით პროცესზე. რაც არის. კარგი, მოდი სიმამასაც შევხედოთ ცოტა შეგვიძლია ოდნავ კიდე დავასკრივოთ აი ესე ხო და პრინციპში აი ესე აი მოდი ხა დავსვათ აქ control edge-ები უკვე ის მიხედვით აი ამ ტიპის მიხედვით ხო ესე მოდი ეს რო გავაკეთოთ მოდი გადავიდეთ აი ამ setxet-ზე ხო ავიღოთ insert edge loop tool-ი და გაითვალისწინეთ აქ მე ჩართული მაქვს wireframe on shaded, იმიტომ რომ ხედავდი ამის ხაზებს, ხო? და დავსვავ მიახლოებით, აქაც არ არის სიზუსტე თქვა საჭირო. აი, ესე და ესე. ანუ აქ მივიღე ესეთი ფორმა, უკვე რომელიც შემიძლია ან ვერტექსები დავმერჯო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ bridge-ს. ანუ ამ face-ებსა და ამ face-ებს შორის შევქმნი კიდე ერთ სექციას, ხო? რომელიც უფრო დამეხმარება რომ გადმოვცე კარგად ეს სიმრგვალი, ხო? იმიტომ რომ რადგან ეს სიმრგვალი ადენელა გვინდა რომ რაღაც ფორმა შეიცვალოს და დაბრუნდეს თავის პირველად ფორმაზე, აქედან გამომდინარე ცოტა მეტი სექცია გვჭირდება რომ გადმოვცეთ ეს ფორმა, ხო? ანუ ერთი და ეს მეორეც დამეხმარება ამაში. მაგრამ სანამ ამას გავაკეთე, მოდი დავაჭერ სამიანს და შევხედავ აქ რა პრობლემა გამიჩნდა. პრობლემა არის შემდეგი. ისევ და ისევ ეს edge loop-ები, რომელიც მე ჩავსვია ესე edge-ის ანუ წრიულად, ხო? ეს არ მიშლის, მაგრამ აი ეს edge-ი, რომელიც მუქთახორა edge-ს რო ეძახით, ხო? არაფერს არ მიკეთებს აი აქ ქვემოთ. მე ეს edge-ი მჭირდება მხოლოდ აი აქ რო შეაკავოს თქვა ეს, ან შეაკავოთ ეს ტიპი, ხო? ესე კიდე ერთი insert edge loop-ი შეგვიძლია აი აქ დავსვათ, ხო? აი ამის. ანუ აქაც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ტექნიკა, რაც ვიცით, სამკუთხედების. მოდი აი აქ შეხედეთ, მივხვდეთ რაზე მაქვს ლაპარაკი. კაცრავად. აი ეს სამკუთხედი, ხო, რომელიც რეალურად ოთხკუთხედია და ამის ქვემოთ ეს edge-ები უკვე აღარ მიგდება. ანუ უნდა გადავაერთო ორი edge loop-ი ერთმანეთზე. კონკრეტულად აი ეს edge loop-ი და აი ეს edge loop-ი. მაგრამ მაგისთვის აქ გვჭირდება კიდე ერთი insert edge loop tool-ი, აი აქ ასევე, ხო, ასე აი ამ ხაზის შესაკავებლად აქედან და აქედან და ეს დამეხმარება რომ აქედან
გავაკეთო ესეთი დავეყნო ამეც და გავაკეთო ეს ხათი. ანუ insert ავიღოთ interactive split tool-ი. edit mesh interactive split tool-ი და დავიწყოთ აქედან აქ გადავიდეთ. რა თქმა უნდა, ყველა მხარეს უნდა გავაკეთოთ ეს აქედან აქ გადავიდეთ. მეორე მხარესაც აქედან გადავიდეთ აქ. აქედან გადავიდეთ აქ. უps. აქედან გადავიდეთ აი აქ. კარგი. დავშალოთ ახლა მუქთახურები. ანუ ეს edge და ეს edge არ მჭირდება. არც ეს არ მჭირდება, რატომ? იმიტომ რომ ამას რო წავშლი, მივიღებ 4 ვერტექსიან face და ეს edge-ები რეალურად ეს face ეს edge ზის აი ამ edge-ების flow-ში და გადმოცემს ფორმას, მაგრამ ესენი ფორმას არ გადმოცემა, ხედავთ რომ აი ამ სიბრტყეზე პირიქით აკავებენ ამას, მაგიტომაც ვიშოვნით მას, ხო? მოვნიშნოთ ეს edge. ესეც ორჯერ ვაჭერ ამას, ამასაც ორჯერ, ამას უკვე აღარ ვამბობ, ხო? ამას და წავშალოთ control delete-ით, რომ ვერტექსები არ დაგვიტოვოს ან shift delete-ში. ეხლა დავსმუთოთ და ხედავთ რომ ყველაფერი რიგზეა. გვაქვს ის რაც გვინდოდა ზუსტად, ხო? კარგი, ხა მოდი მივაერთოთ ეს, მაგრამ სანამ მივაერთეთ, გადავალ space-ით და შევხედავ აქ რა ხდება. ხდება აქ ის რომ კი ზემოთ კი სიფრთხე მაქვს, მაგრამ აი აქ ქვემოთ ბრტყელი მაქვს და რეალურად აქ კიდე მომგვალება მაქვს. ანუ ეს გადასვლა გამომივა ძალიან ცუდი თუ პირდაპირ მივაერთებ ამას, იმიტომ რომ ეს მომგვალება, რომელიც არის აქ, პირდაპირ მიერთდება ამას და მომგვალების მერე პირდაპირ ბრტყელი surface-ი როდესაც მიდის და ნელ-ნელა არ იცვლება ფორმა. ანუ ძალიან ცუდი შედეგია, ასე რომ ამასაც რაღაცა მომგვალება უნდა მივცე, ხო? ქვემოთ ამ მხარეს ხოლო. როგორ ახლა გადავალ space-ით აი ამ და დავიწყებ ვერტექსების გასწორებას, მაგრამ აქ ნახავთ რა პრობლემას წავაწყდებით. მაგრამ მანამდე მოდით აქაც დავსვათ insert edge tool-ები, რატო? იმიტომ რომ აქ კი გვაქვს ზემოდან, მაგრამ ერთი ძალი მინდა კიდე აქ რომ შეაკავოს ეს ტიპი აქ, ხო? და გამომდინარე აქაც მინდა. ანუ რატო ვაკეთებთ ესე? აუცილებელია bridge-ისთვის, რომ face-ების რაოდენობა ემთხვეოდეს ამ face-ების რაოდენობას, რომ სწორი connection-ები გააკეთოს, ხო? აი, გადავალ აქ. გადავალ, საიდან ჩანს ფოტოსად. აი, აქ ჩანს. ხო? მოდი ამას გავწევ, რომ არ შემიშალოს ხელი. ანუ აი ეს არის ჩემი ერთი insert edge tool-ი, რომელიც დავსვი, აი ეს და ეს არის მეორე. და აქაც მიახლოებით დავსვათ იგივე დისტანციაზე, ხო? ამას ისე ვიგივე იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს ყველაფერი გადაებას ერთმანეთს, ხო? ანუ ეს ტიპი გადაებას არის. კაი, ანუ ამის მერე, როდესაც გადავალ აქ და დავიწყებ ვერტექსების გასწორებას, აი ვერტექსებს ავიღებ. ამისი არა, ამისი ვერტექსები მჭირდება. ანუ ნახეთ, აი აქ, როდესაც კიდევ გადახვიდეთ ვერტექსებზე, თუ ზუსტად დაუმიზნებთ, აი მეც ვერ დაუმიზნებ. ანუ რომელ ობიექტსაც დაუმიზნებთ, მაქვს იმის ვერტექსებზე გადავალ. მაგრამ თუ ზუსტად ვერ უმიზნებთ, შეგიძლიათ ესე მოიქცეთ. მონიშნოთ ობიექტი და უკვე ცარიელ ადგილას დააჭიროთ მარჯვენა ხილაკს და ისე გადახვიდეთ. და მაშინ უკვე vertex mode-ში გადავა იმ ობიექტზე, რომელიც გქონდათ მონიშნული. მოვნიშნოთ ეს vertex-ები, დავიღოთ თქვათ აქ და აი პირველი პრობლემა, რაც გამოჩნდება რეალურად აქ, ხო? არის შემდეგი. ვაცრავოთ როდესაც ვიწყებ აი ამ ვერტექსების გასწორებას, აი ამების გასწორებას, ხო? ხედავთ აი აქ რაღაცა რჩება. რეალურად თუ შევხედავ რა არის ეს აქ, ხო? ანუ ვინ არის ეს? არის ის რომ აი აქ მაქვს ესეთი წრე, რომელიც არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მთელი ფორმა შეუცვალო და გავუკეთო ისეთი ჩაღრმავებული ფორმა, როგორც აქ ამას, ხო? ეს წრე, ანუ რეალურად ქვემოთ მხარეს არანაირად არ მჭირდება. ამიტომ უნდა მოვიშორო ეს წრე და გადავაქციო ეს მხოლოდ ესეთ სეგმენტებად, ხო? როგორ მოვიშორო ეს წრე რა მარტივად? ანუ ქვემოთ აწერზე მათ ლაპარაკი, დავაბრუნოთ Ctrl-Z-ით ყველაფერი უკან თუ ვაკეთებთ ამას. როგორ უნდა გავაკეთო? პირველ რიგში უნდა შევაერთო ეს ვერტექსები ერთმანეთთან, ხო? ასე. გადავალ split-ზე, interactive split tool-ი, ამას და ამას შევაერთებ, ამას და ამას შევაერთებ. ამის შემდეგ მე შემიძლია უკვე წავშალო
აი ეს ეჯები, რომელიც აღარ მჭირდება და დავტოვო მხოლოდ 4 კუთხედები. ანუ მარტივად რო დაინახოთ ეს ეჯი, ესეც ანუ მიაქციეთ ყურადღება რომ 4 კუთხედები გავრჩეთ, ხო, 4 ვერტექსიანი ფეისები. ყველა მოვნიშნე და დავაჭირე shift-ით, ხო? shift-ით, ხო? და პრინციპში პრობლემა ამ შემთხვევაში მოვაგვარეთ ამით, ანუ შეგვიძლია ახლა თამამად გადმოვიდეთ აქ და გავასწოროთ ეს ვერტექსები, ხო? მივცეთ ეს ფორმა. მოვნიშნე გადმოვიტანე აქ, მოვნიშნე ეს. მოვიტანე სამაცაი აქ, ანუ ელოთ ეს არის ძირითადი ფორმა, რომელზეც ზის ეს ჩვენი hard surface-ი, მაგრამ ჩვენ გვინდა რეალურად აი ამის გასწორება. შეგვიძლია ეს დავატრიალო ესე, ხო? მიახლოებით რაღაც ლაპარაკი. აი, ამის მერე ვნახავთ, რომ ნუ კი მივიღეთ ეს მომგვარებული ფორმა, მაგრამ თუ გვინდა რომ ვნახოთ 300-ს რო დავაჭერ რეალურად რა ხდება 300-ს თუ დავაჭერ, აი აქ პატარა პრობლემა გვაქვს. პრობლემა გვაქვს რატო? იმიტომ რომ რეალურად ეს მთელი surface-ი, რომელიც შევაღრმავეთ შიგნით, მოდის და გადმოდის აი ამ საზღვარზე. ანუ რეალურად მე ეს საზღვარი არ მჭირდება რომ იყოს აი ესეთი შეუნული, ეს მინდა რომ დავაბრუნო უკან თავის ადგილას. ასე რომ მოვნიშნავ ამ ვერტექსებს. ანუ აი ამ ტიპებს და დავუბრუნებ თავის ადგილზე, ავიღებ scales. აი ესენი მომენიშნა შემთხვევით არ მჭირდება ესენი, ხო? და გავწევ ამას ესე უკან, ხო? რაღაც ეს. ანუ ეს გარე ფორმა რო ესე შევიდა ჩვენ. ავაჭიროთ 300-ს და ხედავთ რომ უკვე ყველაფერი იგზია, ხო? ერთ-ერთი რაც დავჭა, ეხლა შევაერთოთ ეს და მოვაერთოთ აქ. წრე. კაი, რას ვაკეთებთ? პირველ რიგში combine, ხო? ორი გეომეტრია გავაერთოთ. ერთ გეომეტრიაში სხვა შემთხვევაში bridge არ იმუშავებს, ხო? ანუ mesh, combine, კარგი. შემდეგ მოვნიშნოთ face-ები, გავაკეთოთ ისევ shrink, grow selection-ით. ეს აქამდე ანუ ეს აქამდე ნიშნავს რომ უნდა მოვნიშნო პირველი face-ი, მერე აქ ორჯერ დავაჭირო, მოვნიშნა, შემდეგ აქაც ეს აქამდე. ანუ მიაქციეთ ყურადღება რომ აი ქვემოთ არ შეგეშალოთ. ქვემოთა არის ქვემოთა აი ეს ეჭედი თუ რაც ქვია და ამასთან მიერთება არ გვინდა, ჩვენ გვინდა იმ ობიექტთან მიერთება, რომელიც ამოვაექსტრუდეთ ზემოთ. ვაჭერ shift-ს და mouse მეტობის ნიშანს, ინიშნება ყველა ეს face-ი, რომელიც bridge მინდა. და პრინციპში ნორმალურია, დავაჭიროთ shift-ს, ვნახოთ bridge-ი, ან შევდივართ edit mesh-ში, დავაჭერ edit mesh-ში და დავაჭერ bridge-ს, სადღაც აი აქ. კარგი. ანუ დაკონექტდა ჩვენი face-ები ერთმანეთთან. თქვენ შემთხვევაში შეიძლება აი ესეთი პრობლემა გქონდეთ, რომ აი ესეთი ბევრი სეგმენტი გააკეთოს, ეს პატარა ფაქტია, ეხლა გავასწორებ. შეიძლება ბევრი სეგმენტი გქონდეს ესეთი, იმიტომ რომ მე default-ზე მაქვს დაყენებული უკვე რომ შეაერთებს 0 სეგმენტი გქონდეს, ანუ პირდაპირ შეაერთოს და დამატებითი სეგმენტი არ გააკეთოს. ასე რომ ეს თუ გინდათ რომ გამოვასწოროთ, მოვნიშნეთ თქვენი ობიექტი, input, მოძებნეთ bridge-ი, poly bridge-ი, გავხსნათ ეს ნოტი, რომელიც ამას აკეთებს ამ მომენტში. 4 კუთხედს დავაჭიროთ, გაიხსნება ეს atribute editor-ში და division-ები დავიყვანოთ 0-ზე. ოკეი? და დავსმუთოთ ეს და ხედავთ რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად, ხო? ანუ ისევ ვიმეორებ, თქვენ შეგიძლიათ ეს დააექსტრუდოთ და მე რაკენა face-ები მონიშნოთ, დააექსტრუდოთ, გაშალოთ, რაღაც ეს ფორმა მიიღოთ, მე აქ გააჭრათ, მიიღოთ კვადრატი, გაწიოთ ეს ვერტექსები, ხო? მაგრამ იმ შემთხვევას იმითაც რა თქმა უნდა გამოვა, მაგრამ რადგან ესეთი რაღაცები უკვე ვაკეთეთ, მინდა რომ ცოტა ამ მეთოდით გავაკეთოთ. ამ მეთოდის პლუსი თან ის არის, რომ უკვე მაქვს მზა კარგი წრე, რომელსაც ვაერთებ ამასთან და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი დროც არ წაგვივიდა ამას, ხო?
კარგი. ამის შემდეგ მოვნიშნოთ face-ები 1 2 3 4 5 7 8 და extrude რა მინდა offset იყო, ცოტა დავაპატარავ სწრაფ. Offset-ს გავაკეთებ აქ. კიდე ერთი extrude. და ავწევ ამას ზემოთ და Ctrl-J-ით ჩავსვათ. Insert-ს უთული, ეს ყველამ კარგად ჩავსვათ და აქ. რაც. აი, object mode-ი 3-ს დავაჭირეთ და აი ჩვენი ფორმატს ხო? ის რაც გვინდოდა ზუსტად. კარგით, ეს არის თქვენი მეორე დავალება, მოკლედ, თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, მზად ვარ დაგეხმაროთ, რადგან ცოტა რთულია ეს, რაც გაგვიკეთებია აქამდე, მაგრამ ძალიანაც რთული არ არის. კარგი. ისე რომ, აბადოებით, წარმატებით.